მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკი ყვარელში. პროექტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 407 საჯარო სკოლიდან 500-ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა. შერჩევის შედეგად გამოვლენილი პედაგოგები თავიანთ სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის რობოტიკის კლუბებს დააფუძნებენ. მასწავლებელთა ბანაკი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომლის მიზანია სკოლებში STEAM და რობოტიკის განათლების განვითარების ხელშეწყობა. მასწავლებელთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება და მოსწავლეებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. 50-მდე პედაგოგი გადის სპეციალურ ტრეინინგს ყვარელში იუსტიციის სასწავლო ცენტრში რობოტიკის მიმართულებით, რომლის შემდეგაც ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი პედაგოგები დაბრუნდებიან თავიანთ სკოლებში, სადაც დაარსებენ რობოტიკის მიმართულებით კლუბებს, რათა ჩვენს ბავშვებს და მომავალ თაობას მისცენ იმ ტექნოლოგიების მიმართულებით სპეციალური განათლება, რომელიც ძალიან დაუაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ღონისძიებების ჩატარება. დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ესწრებოდნენ მასწავლებლები თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებას, მათ შორის იყვნენ ჩვენი კახელი პედაგოგები, რომლებიც თავის მხრივ შეძენილი უნარით თავის სკოლებში დანერგავენ ინოვაციური სწავლის მიდგომებს. აღნიშნული ბანაკი გვაძლევს საშუალებას განვივითაროთ ჩვენი ცოდნა, განვიზიაროთ ერთმანეთს პრაქტიკული გამოცდილება და შემდგომ დავნერგოთ უკვე ჩვენ სკოლებში კლუბური მუშაობა, რომელიც განუვითარებთ მოსწავლეებს პრაქტიკულ უნარებს პროგრამირებაში, რობოტიკის კუთხით.